თქვენ თუ გახსოვთ ჩვენი პირველი ვლოგის დროს რა სიმღერას ვმღეროდით ჰამბურგში მე და თაზო. ევროტური ათქო ბრატისლავაზე ვმღეროდით მაშინ ზუსტად და ჩვენ ახლა ვიმყოფებით სლოვაკეთში ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონატზე და მთელი ეს გარემო რა 2 დღეა უკვე ჩამოვედით. ეგ სიმღერა გვიტრიალებს ტვინში, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ამბები ხდება. ეხლა მთავარი რატო ვართ აქ და რისთვის ჩამოვედით? საქართველოს 21 წლამდე ნაკრები თამაშობს ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭების გვერდზე ვიქნებით სამივე თამაშის განმავლობაში, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე გველოდება. შემოგთავაზებთ ვლოგებს, ასევე ჩვენს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმებზე მოგაწვით უახლეს ძალიან საინტერესო ინფორმაციას და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად უნდა იყოთ, ამიტომ საჭიროა რომ გამოიწეროთ ახლავე ჩვენი YouTube არხი, ასევე დაგვიკომენტაროთ ამ ვიდეოზე თუ რას შეცვლით, როგორ მოგეწონათ ასევე ჩემპიონთა ლიგის ვიდეო, ვლოგი, რამდენად ყვაყოფილები ხართ ჩვენი მუშაობით, ეგეც გითხარით, იმიტომ რომ თქვენი თითოეული სიტყვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი მე ბევრს აღარ გავაგრძელებ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები უკვე სტადიონზეა, ემზადება მატჩის წინა ბოლო ვარჯიშისთვის, რომელსაც რამაზ სვანაძის გუნდი გამართავს უკვე ადგილობრივ სტადიონზე და ვნახოთ თუ როგორ განწყობაზე არიან ბიჭები, როგორ ფორმაში არიან და წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა ნაკრებს. დასრულდა მატჩის წინა ვარჯიში. კარგად ივარჯიშეს ბიჭებთან, ყვაყოფილი ვარ. ძალიან კარგი ხასიათი არიან. იმედია მოგეწონათ თაზოს გადაღებული კადრები. თუ არ მოგეწონათ, დამიწერეთ კომენტარებში და მე ვიცი მე რასაც გავაკეთებ. შეიძლება ეს კომპანია ყოფილიყო ჩვენი სპონსორი, მაგრამ არ გვასპონსორებს, ამიტომ ასე ვიწო. ეს საერთოდ არ ვიცი რა კომპანია, მაგრამ შეუძლიათ მოგძებნონ საქართველოში და დაგვასპონსორონ, არც მაგაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ მაინც ესე ვიწო ამ მომენტში. აი ხა წავიდეთ, დავისვენოთ ჩვენს და უკვე მატჩის დღიდან დაგიბრუნდებით, ამიტომ რაც თავარია, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმედია მოგწონთ კონტენტი, რომელსაც ვაკეთებთ და მე მომწონს და იმედია თქვენც მოგწონთ. მე ძალიან მომწონს, თქვენ მოგწონთ? თუ არ მოგწონთ, ეგეც უნდა მითხრათ, რატომ არ მოგწონთ. კარგი ამცალია ხა, ჟურნალისტების კითხვებს უნდა უპასუხო და თუ შეიძლება რომ მათ მადროოთ TST სპორტის მაყურებლებმა. მოგესალმებით თამაშის დღიდან. ჩვენ ვართ ქალაქ ჟილინას ცენტრალურ მოედანზე, სადაც იწყება ქართული სპორტის კომაგების შეკრება. ამის შემდეგ უკვე გადავინაცვლოთ სლოვობაზე, მივიდეთ სტადიონზე და წინ გველოდება ძალიან მაგარი დღე, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი თამაში უნდა გამოვიდეს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გამარჯვებით საქართველოს 21 წლამდე ნაკრების გამარჯვებით დაცულდება ეს შეხვედრა. აუცილებლად გეტყვით იმას, რომ ჩვენი ინტერნეტ ხარდამჭერი არის Mobinex-ი, რომელსაც თქვენთვის შექმნილი აქვს პრომოკოდი TST სპორტი. აი ესე უნდა დაწეროთ, ჩაწეროთ და მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას. ასევე იმასაც გეტყვით, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო. დაგვიწეროთ კომენტარები, გვირჩიეთ თქვენი აზრი გვითხარით და ჟილინას გამგებლის შულიც მორჩა უკვე დაკვრას და ეხა გადავინაცვლოთ რომ ეგას გავესაუბროთ და განწყობები გავიგოთ რა ხდება ადგილზე. მოდი ეხა ამ შემთხვევაში არა ფეხბურთზე, არამედ განწყობაზე ვისაუბროთ, რაც ამ ქვეყანაში დაგვხვდა. როგორ მოგწონს სლოვაკეთი? ნიკა ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობარი ესეც თქვა და ნიკა როგორ მოგწონს სლოვაკეთი, რას გვეტყვი? რა მოლოდინებიც მქონდა ამ ქვეყნის მიმართ, სრულიად გამიმართლა. ჩვეულებრივი ევროპული ქვეყანა,
დიდი მოლოდინებით არ ვიყავი ჩამოსული, აქ ტურისტად არ ჩამოსულა, აქ ჩამოვედი იმის გამო, რომ ჩვენ ბიჭებს უგულ შემატკირო და გავაგონოთ ჩვენი ხმა. კი ბატონო, ეხლა თამაშს გადავიდეთ და რას ფიქრობ, რამდენად შეწევს ჩვენს ნაკრებს იმის ძალა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ? მოგეხსენებათ 21 წლიანი ჩემპიონატზე მოხვედრა არც თუ ისე ადვილია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი და იმედის მომცემი ფეხბურთელი თამაშობს. ჩვენმა ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ისინი ღირსები არიან, სადაც არიან და შემთხვევით არა ეს ყველაფერი, რომ ისინი ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, პირველად თუ მასპინძლის რანგში ვითამაშეთ, ეხა ბიჭები ჯგუფიდან გავიდნენ. ხორვატიას მოუგეს, რომელიც არც თუ ისე სუსტი გუნდია, მათი ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები. და რავი, იმის გამო ვარ ჩამოსულები, რომ შეგვიძლია თუნდაც ნახევარფინალში და ფინალში თამაში. დღევანდელი თამაში კიდე აუცილებლად მოსაგებია. კი ბატონო, და კიდევ აუცილებლად მაინტერესებს შენი აზრით როგორ დასრულდება ეს შეხვედრა და ვინ იქნება გოლის ავტორი, ვისი გჯერა, რომ დღეს ჩვენ ნაკრებს წარმატებას მოუწევს? ჩემი აზრით საკმაოდ რთული თამაში იქნება ორივე გუნდისთვის. ალბათ ბევრი გოლი არ უნდა გავიდეს და ვიქნებ, რომ გიზიმა მაგეშვილი გაიტანს გოლს. ერთ სიტყვით მე გიჩვენე ხახო, რომ საქართველოში იქნება სლოვაკეთში, გერმანიაში თუ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში, აუცილებლად იარეთ ქართული სპორტის კომაგების შეკრებაზე, იმიტომ რომ ყველაზე მაგარ სამაჯო გარემოს სწორედ აქ შეიძენთ და აქ აიმაღლებთ იმ სამაჯო განწყობას, რაც საჭიროა მე უშუალოდ სტადიონზე. ეხლა ჩვენც ბევრი აღარ გავაგრძელოთ, ზოგადად ემოციები გავიგეთ, ვინ რაც ფიქრობს და როგორ ფიქრობს. დაამთავრებს ჟილინას გამგებლიშვილი თახრას და დაიწყება სრულად და წავად სტადიონისკენ. სტადიონზე ვიმყოფებით, იმედია ისე ამოვნეთ თაზოს მიერ გადაღებული საოცარი კადრებით, რომელიც კომაგების სლოვობიდან შემოგვთავაზა და იწყება შეხვედრა ჩვენი სასტარტო შემადგენლობა ვიცით. ნახოთ როგორი შეხვედრა გამოვა, იმედიანად ვართ პოლონელების შემადგენლობას გადავხედე და ერთი შეხვედრით ესე მარტივად რა შემიძლია თქვა ის რომ უმეტესობა ყავთ თავიანთი შიდა ჩემპიონატიდან, არ ყავთ გამორჩეული ლეგიონერები, თუმცა კარგი მებრძოლი გუნდია და ვნახოთ რა გამოვა. ჩავთავოთ რომ ორი თანაბარი დონის, თითქმის თანაბარი დონის გუნდი გამოვა ერთმანეთის წინააღმდეგ სტადიონზე. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. წარმატებები, აბა რა. დება თავისუფლებას დიდება. ტრიბუნების გადამონაცვლება სოიმე. ნოდარ ლომინაძის გოლით საქართველოს 21 წლამდე ნაკრები დაწინაურდა. ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველ ნახევარში, ჰქონდა რამდენიმე შანსი, თუმცა მეორე ტაიმი ბევრად უფრო იღბლიანი გამოჩნდა და ვნახოთ პოლონელები ახლა კიდევ უფრო მეტად შეეცდებიან გოლის გატანას. კარგია რომ დავწინაურდით და იმედია რომ გამარჯვებამდეც მივად. ბრავო ნოდარ ლომინაძის.
ყრემა გაათანაბრა ანგარიში 72 წუთზე 11 მეტრიანი შემდეგ და ყველაზე დაძაბული ბოლო წუთები გველოდება წინ. იმედია რომ მოვახერხებთ გოლის გატანას. სამწუხაროა რომ ნოდა ლომინაძე ტრავმის გამო გამოგვაკდა, გავიდა მოედნი და ვნახოთ რამდენად მძიმე იქნება მისი ტრავმა. ბოლო წუთებზე ვასილიოს გორდეზიანის გოლით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა და დღევანდელი შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამი ღარჩება და საქართველოს ნაკრები მოიგებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ტურის შეხვედრას. ეგარი ბიჭო! აბარა! გვეგენაცვალე დაბარა ბიჭო! Bravo, bicebi, bravo! The final score is Team Poland 1, Team Georgia 0. Thank you to both teams. Thank you to all the fans for your support as we work on the 21 championship. დასრულდა შეხვედრა, მოვიგეთ დღევანდელი მატჩი და მადლობა ბიჭებს პირველ რიგში ბოლო წამამდე ბრძოლისთვის და ნათელი მაგალითი იყო ეს შეხვედრა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი აუცილებლად გამოგივა. მადლობა ბიჭებს და ღირსეული აპლოდისმენტები ეკუთვნით მათ. პირველ ადგილზე ვართ ამ მომენტში ჯგუფში, სადაც ყავს საფრანგეთი, პორტუგალია და პოლონეთი უკვე აღარ გვაინტერესებს. ამათთან ჩვენ დავამთავრეთ საქმე. წინ ორი ყველაზე მაგარი თამაში გველოდება და ჩვენ აქვე დავასრულებთ უკვე vlogs, გაჩვენებთ თამაშის ვერ კიდე რა ხდება, როგორ ხდება. არ დაგაუწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვილაიქოთ ვიდეო, მოიწონოთ ვისაც როგორ გინდათ ისე გაიგეთ და აუცილებლად დააკომენტაროთ და გითხრათ თქვენი აზრი. მადლობა ბიჭებს და უბედნიერესი ვარ მართლა, ყველა ის ემოცია განმიახდა, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასულ ზაფხულს ჰქონდა და არ ვიცი, სიტყვები აღარაფერი არ მაქვს მე სათქმელი ამ მომენტში. დაუტკბეთ ეხა და ქომაგებს ძალიან დიდი მადლობა. მთელი თამაში არ გაჩუმებულან, წამით არ გაჩუმებულან, სულ არიან 50 ადამიანი ალბათ ჩამოსული. და პოლონეთიდან იქნება აქ ალბათ ადგილზე დაახლოებით 1700 კაცი მაინც. და ყველანაირად აჯობეს 1700 პოლონელ გულშემატკივარს 50-მა ქომაგმა აჩვენა როგორ უნდა გულშემატკივრობა და მადლობა მათ ამ ყველაფერს. გენაცვალეთ ბიჭებო! საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს ჯგუფში, თუმცა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და სტაფს ჯეროდათ გამარჯვების და საბოლოოდ ასეც მოხდა. ხვადაგიანმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ის არ ყოფილა გამორჩეული. დღეს გუნდიდან ბევრმა ითამაშა ძალიან კარგად. შეხვედრაში საკვანძო მომენტი იყო, როდესაც პოლონეთმა გაგვიტანა, კვერნაძე გაიქცა, რომ ბურთი ცენტრში დაებრუნებინა, რადგან მათთვის ფრე მისაღები შედეგი არ იყო. მათ სურდათ, რომ გოლი გაეტანათ და მოეგოთ. საბოლოოდ კი ბოლო წუთზე მართლაც ასე მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო.